ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში შემოყვანილია ახალგაზრდა პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჰქონდა სახის რბილი და მაგარი ქსოვილების ტრავმა. შემოყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა უმძიმესი დაზიანებები, სახის მიდამოს სკალპირებული ჭრილობები და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, დაისვა დიაგნოზი სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები და ასევე სახის რბილი ქსოვილების მრავლობითი ჭრილობები. პაციენტი სასწრაფო წესით აყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც მიმდინარეობდა რამოდენიმე საათიანი რთული ოპერაცია, სახის ძვლების რეკონსტრუქცია და რბილი ქსოვილების მთლიანობის აღდგენა. აღვადგინეთ სახის ძვლების მთლიანობის კონტური, სახის ძვლების და რბილი ქსოვილების ანატომია. პაციენტი გადიოდა პოსტოპერაციულ მკურნალობას სტაციონარში, სადაც მიმდინარეობდა დინამიკა დადებითად. პაციენტი გაეწერა ბინაზე. პაციენტის მკურნალობის პროცესი სამწუხაროდ ოპერაციით არ დასრულებულა. საჭიროებს ხანგრძლივი რეაბილიტაციის გავლას, რაც გულისხმობს სახეზე მრავლობითი ჭრილობების შედეგად დატოვებული ნაწიბურების ალაგებას, ასევე ყბაყრილთა სისტემის ფუნქციისა და ესთეტიკის სრულფასოვან აღდგენას. ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ყბასახის ქირურგიის გუნდი მთლიანად ჩართულია ამ პროცესში. პაციენტთან სწორი და მუდმივი კომუნიკაციის ფონზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად. ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მეტი ვიდრე ჰოსპიტალი. თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისათვის 24/7-ზე მოგემსახურებათ როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.